პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე 24 საათია, რაც ტყვეობაში იმყოფებიან და ისინი რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებაში არიან. დაპატიმრებულები და როგორც უფლებადამცველები ცოტა ხნის წინ მოინახულეს უფლებადამცველებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათ გამოიტანეს შეიძლება ითქვას მათი ბოლო გზავნილები. მე-12 დაწესებულებიდან როგორც ადვოკატები ამბობენ, როგორც მამუკა ხაზარაძე, ასევე ბადრი ჯაფარიძე თავს მხნედ გრძნობენ, ისინი არიან შემართებით და პოზიტიურად განწყობილები მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნავენ, ბიძინა ივანიშვილის პირად ტყვეობაში იმყოფებიან ახლა ისინი და ამის მიუხედავად ისინი მოუწოდებენ გარეთ მყოფ თანამოაზრეებს, თანამებრძოლებს, რომ გააგრძელონ ბრძოლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და თავის მხრივ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საპატიმრო დაწესებულებიდან აგრძელებენ ბრძოლას დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ზვიად შარაძემ გუშინ მიიღო მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილება და ისინი თვით პატიმრობაში გაუშვა მხოლოდ იმის გამო, რომ თია წულკენის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხიდან აცხადებენ, ქართული ოცნების მცდელობა, რომ ეს ადამიანები შეაშინონ, ან თუნდაც ბრძოლა შეწყვიტონ, ეს არ გამოუვათ და რა თქმა უნდა ისინი აგრძელებენ ბრძოლას მიუხედავად დაპატიმრებისა. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, როგორც იურისტები ამბობენ, ეს მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო და რა თქმა უნდა ისინი აპირებენ, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საქართველოში ყველა ინსტანციაში და ამის შემდგომ უკვე საქმე წაიყვნენ სტრასბურგში. მოვინახულე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მათი განწყობა არის ძალიან მტკიცე. მათი გზავნილი არის, რომ თავიანთ თანამებრძოლებს და თანაგუნდელებს უთხრან, რომ ბრძოლა გრძელდება, არიან ძალიან შემართებით და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ უწყობთ ამ ბრძოლას, რა თქმა უნდა, და ციხეში ყოფნის დროსაც ისინი აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს და თავიანთ გუნდის წევრებს, რომ ბოლომდე იბრძოლონ და იმ გზას არ გადაუხვიონ, რა გზაზეც დგას ძლიერი საქართველო და მთავარი ამოცანა მათი არის, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპის ნაწილი. რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმებს, ჩვენ ადვოკატები გავაგრძელებთ ბრძოლას, სამართლიან ბრძოლას და ვაპირებთ მის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში, როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში და შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ შევიტანთ შესაბამის არჩევს. მოვინახულეთ ჩვენი პარტიის ორი დატყვევებული პოლიტიკური ტყვე, ორი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ძალიან მხნედ არიან, ოპტიმისტურად განწყობილები, შემართულები ბრძოლისათვის მიუხედავად მათი ტყვეობისა და დარწმუნებულები არიან და დარწმუნებულები ვართ ლელო ძლიერ საქართველოში, რომ საქართველო გაიმარჯვებს და ქართულ ხალხს ვერ დაამარცხებენ. ძალიან მხნედ არიან და ამაში დარწმუნებულიც არიან, დარწმუნებული ვარ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებიც, ვინაიდან იციან, რომ მათი გადახვა უბრალოდ წარმოუდგენელი და შეუძლებელი. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ დღეს მოსამართლემ ასევე პატიმრობაში გაუშვა გიორგი ვაშაძე, კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ამ დროის მონაცემებით 6 ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმყოფება ტყვეობაში და ყველა მათგანს ედავებიან თია წულკენის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას.